ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით ბრძანდება და რომელსაც უძღვება ნათია შათირიშვილი, მე მივესალმები ნათიას, დღემშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის კიდევ ერთხელ და ტრადიციულად თქვენს რუბრიკაში დღეს ასევე ძალიან საინტერესო სტუმარმა, მოდი ასე ვიტყვი, დაგვდო პატივი და გვესტუმრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის. რომ აი ეს ვექტორი, რომელიც არის აი წარმატებული ქალბატონების ვექტორი, კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ჩვენს მრავალრიცხოვან აუდიტორიას და პუბლიკას იმ საქმიანობების ჭრილში, იმ წარმატების ისტორიების ჭრილში, რომელიც გენერირდება ცალკეულ სექტორებში და რომელსაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული გამოხმაურება და უნდა ჰქონდეს კონკრეტული რეზულტატი თითოეული ბენეფიციარისთვის. მოგესალმებით ნათია, წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი ერთად და დავიწყოთ ძალიან საინტერესო დისკუსია. დიახ, მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ქალბატონ ქეთევანს იმისთვის რომ გამონახა დრო და გვეწვია. ქეთევან ნეფარიძე იაპონური სახლის დამფუძნებელი და კიკეთი 21-ის დამფუძნებელი ხელმძღვანელი ლიდერ ქალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი. მადლობა ქალბატონ ქეთევან იმისთვის რომ დაგვითმეს დრო და მობრძანდით და პირველი და ცოტა უცნაური კითხვით მინდა მოგმართოთ. იაპონური სახლი და კიკეთი 21 არის აბსოლუტურად განსხვავებული რადიკალურად განსხვავებული, ესე ვთქვათ, ბიზნესი, საქმიანობა ერთმანეთისგან. რამდენად შეთავსებადია და როგორ შეგიძლიათ ორ სხვადასხვა სივრცეში ესე წარმატებით იმუშაოთ უკვე 6 წელია ფუნქციონირებს თქვენი ეს ორგანიზაციები, რამდენადაც მე ვიცი, ხო? კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, მოგესალმები მსმენელს, მაყურებელს, ყველას. წარმატების, მე ვთვლი რომ წარმატებულია, რადგან 6 წელია უკვე არსებობს ეს ერთი ბიზნესი და მეორე 4 წელია. პირველი რაც შეეხება იაპონურ სახლს, ეს არის იმპორტი, ესეთ მშრალად რო ვთქვათ, თავისმოული საშუალებების იაპონიიდან. ახლა იაპონია ძალიან შორს არის ჩვენგან და სადამესიზღვრა საერთოდ რომ ამ ყველაფერს გადავწვდომოდი და რაღაცა კონტაქტები დამემყარებინა, დღევანდელი გადასახედა რო უყურებ, აი წარმოუდგენლად მიმაჩნია ამის ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ მოხდა ესეთი ხო, იცით ესეთი სწორ ადგილას, სწორ დროს რო ხვდები და მე რაღაცა გადაწყვეტილებებს ღებულობ ადამიანი. აი ესეთი ისე და მივახციეთ ძალიან კარგ წარმატებებს ბაზარზე რა მხრივ ახლა რომ მე 6 წელიწადია მყავს ჩემი უსაყვარლესი მომხმარებელი, ამ მომხმარებლის მათ შორის თქვენ ამ მომხმარებლების რიცხვი იზრდება ყოველ დღიურად, ყოველ თვიურად, ყოველ წლიურად. ჩემი ასორტიმენტიც იაპონურ სახლში იზრდება და რა არის ჩემი ესეთი ფიშკა, როგორც ვთქვათ, ბიზნესში, რომ კონკურენტი არ მყავს. აი ესეთი ტიპის პროდუქცია საქართველოში არავის არ შემოაქვს. და ამ 6 წლის განმავლობაში მოხდა ისე, რომ თვითონ იაპონიაში და ხშირად მიწევს იქ ჩასვლა, იმიტომ რომ იქაური ბაზარი შევისწავლო, მე რა არის ჩვენი ბაზრისთვის უფრო ხელმისაწვდომი და სასურველი ეს ავარჩიო და მაქვს ურთიერთობა ძალიან კარგ კომპანიებთან, იაპონურთან, დაწყებული შისეიდოდან დამთავრებული DHC, რომელიც არის ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანია და აი ყველაფრის ოპერატორი არის აეროპორტებიდან დაწყებული DHC არის ყველა ფეხბურთის გუნდი, ის რა ქვია, რეგბის საცმევს თავისი ლოგოთი რაღაცა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი Toyota-ს დონის კომპანია კოსმეტიკაში, ესე ვთქვათ რა და მე ვარ ექსკლუზიური წარმოდგენილი პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში. ნუ ხა პირველი შეხვედრა რომ მქონდა ამ კომპანიას და რუკაზე ვერ გვიპოვეს საქართველოს სად იყო და აი იმით დრაივით რაღაცა დაჟინებული მოთხოვნით, მტკიცებით რომ აი ძალიან გემოვნებიანი პოპულაცია გვყავს ჩვენ და რაღაცა მივახციეთ ამ ხელშეკრულებას. ერთი რემარკა მექნება თუ შეიძლება თქვენ საერთოდ საუბრობთ აი სტანდარტიზაციაზე და დაახლოებაზე ქართული წარმოების და ბიზნესის იმ განვითარებულ ეკონომიკებთან, როგორიც თუნდაც იაპონია, რომელიც დღეს 22 საუკუნეში ცხოვრობს და ძალიან დიდია, მოდი ასე ვთქვათ, ასინქრონი სხვა განვითარებულ ეკონომიკებსა და იაპონიას შორის. აი მე მაინტერესებს როგორ შეძელით და როგორ დააინტერესებთ ქართული ბაზრით, აი რომელიც თქვენ თორე ახსენეთ, ეხლა რომ აი არაფერი არ იცოდე საერთოდ საქართველოს შესახებ და ნუ მესმის აბსოლუტურად, მაგრამ აი ევროპული უკაცრავად იაპონური საქმის კეთების სტანდარტი, იაპონური ხარისხი და ცალკეული ნორმატივები და ქართული რეალობა. აი როგორ დაილინკა ერთმანეთში?
იცით რა შესაქმე შენ როდესაც მიდიხარ მომავალ პარტნიორთან ან თუნდაც არ შედგეს ეს პარტნიორობა და განწყობა და განზრახვა გაქვს აბსოლუტურად სუფთა ძალიან მარტივია იაპონელებთან კონკრეტულად, იმიტომ რომ ამ ადამიანს, რომელიც ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო, რომელსაც მე შევხვდი, ნუ მითხრა რომ აი ძალიან ის ხარო, რა ქვია, მომხიბვლელი ქალბატონი ხარო, ძალიან კარგად ამიხსენიო შენი ბიზნეს გეგმებიო, მაგრამ ჩემთვისო როგორც ბიზნესისო, აი ეს ბაზარიო ძალიან პატარაო, შენც ვერ ისარგებლებო ისეო და ჩემი პირველი იყო რომ მე ისეთი მოხიბლული ვარ თქვენი პროდუქციით მე ვთხარი რომ მე მომიწევს აი წავიდე ჩვეულებრივ მაღაზიაში ვიყიდო და მე ძალიან ძვირად გავყიდო ჩემ ქვეყანაში ეს ყველაფერი მეთქი იმიტომ რომ იქ ტრანსპორტია იქისა და გაჩერდა და როგორ გავზარდეთო ბაზარი და მე ვთხარი ამიერკავკასიაში მაქვს კონტაქტები მე ბექგრაუნდი მაქვს იმისი სომხეთში აზერბაიჯანშიც ფაშენ ბიზნესში ვიყავი მერჩენდაიზერად და აი ეს რო შემოგთავაზოთ მეთქი და აიცა მე ვიფიქრე პოსტსაბჭოთა კავშირზე რუსეთის გარდა ნუ მაშინ ძალიან დაძაბული იყო უკვე დაძაბული იყო რუსეთის სიტუაცია და ეს ხელშეკრულება სულ თვენახევარში ჩვენ დავთქვით უკვე შეხვედრა სადაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი არ მჯეროდა თვითონ ეს რო აწერდა მე არ მჯერაო მაგრამ აი აქამდე გვაქვს ძალიან წარმატებული ურთიერთობა და არაფერს არ ნანობს ის ადამიანი რომ ჩვენთან დაიჭირა მე კიდე სხვა კომპანიებთან დაგვაკავშირა და ეს მე პანდემია დაგვემთხვა და ცოტა ნემას ვქენი და ის ზუსტად პანდემიის დაწყებიდან გაჩნდა მეორე ბიზნესის იდეა შენ კითხავს პასუხობ ნათია ეხლა რომ თავიდან პირველი 3 თვე თითქოს აი ინერციით ყველაფერი კარგად მიდიოდა ბიზნესში მაგრამ 3 თვის მერე ეს ჩემი პროდუქცია არის უფრო თავის მოუვლის უფრო ლუქსი ხაზები არის და თითქოს ხალხმა დაიწყო სხვა რაღაცებზე ფიქრი, თავის შეკავება, ამხელა ხარჯები, ასეთი ტიპის ხარჯებისგან და იმას ვქენი რომ მე ვერ გავჩერდებოდი და რაღაცა უნდა მეკეთებინა ბავშვობიდან ესეთი ის მაგ რა ქვია მოუდი ესე ვთქვა და გაჩნდა ესეთი იდეა რომ მოდი დავასაქმოთ თან ადამიანები და თან რაღაცა შევქმნათ და რა შევქმნათ ახლა ხელოვნების მხარეს ვერ წავიდოდით იმიტომ რომ ამისთვის არავის არ ეცალდა კვების საკითხი დავსვით ესეთი და აი რა მალე ფუჭებადი არაფუჭებადი ის ესე და გავაკეთეთ ხელით მოხვეული უგემრიელესი პილმენების წარმოება ეს არის ბრენდის სახელწოდებით ქოხი იყიდება თბილისის ბაზარზე ჯერჯერობით იმიტომ რომ ხელით კეთდება ეს ყველაფერი დასაქმებული მყავს 10 ქალი ჯერჯერობით და ვაპირებ გაზას, იმიტომ თავიდან დავიწყე 3 ქალით და ეხლა უკვე 10 ქალი უშუალოდ ვინც აკეთებს. ხმარობთ ქართულ პროდუქტს, ყველანაირი მინარევის გარშემო, ვინაიდან არანაირ მანქანა არ ფუნქციონირებს ამ პროდუქციის შექმნაში, შესაბამისად არც ჭირდება არც ერთ კომპონენტს შემადგენელს რამის დამატება ან ვიტამინის ან რაღაცის შეიკრას ან რამე მინარევი, არ აბსოლუტურად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. წარმოდგენილი ვართ 20 ნიკორას ფილიალში, 10 ევრო პროდუქტის ფილიალში და ესეთი სვეტსკი ბაზრები რო არის თბილისში, ფალიაშვილის აგროსახლში, ჯიქიაზე. ხათაშორს ეს არც ისე კარგი ამბავია, რომ თუ მინდა ვისარგებლო პირობითად თქვათ რაღაც გარეუბანში მცხოვრებმა მოსახლეებმა აუცილებლად უნდა წავიდე და ვიყიდო ცენტრში ამასავლეთ მიბრძანდეთ ნიკორას მაღაზიებში არის. ანუ ხელმისაწვდომია, ხო? ზოგადად მე რაიონების მიხედვით ესე გავთვალე, რომ ეს ძალიან მოთხოვნადია ეს პროდუქტი, მე ვერ ვაკმაყოფილებ ბაზარს, ესეთი სასწაულიც ხდება თურმე ბიზნესში, რომ მოთხოვნა არის და შენ პროდუქტის შექმნას ვერ ასწრებ, ესე ვთქვათ, მაგრამ არის განვითარების გეგმები და აუცილებლად კალბდენკეთი არ გიძნელდებათ, კონკურენცია არის საკმაოდ დიდი ამ მიმართულებითაც, ხო? ანუ რამდენად იცით რა, კი, არის კონკურენცია, იმიტომ რომ ვნახოთ ეს საყინული მაცივები, სადაც ჩემი პროდუქცია ალაგია, ყველა ზოლში სხვადასხვა ფერად ისა. ბაზარში შევედი ცოტა განსხვავებული პაკეჯინგით, ანუ შეფუთვა იყო ცოტა განსხვავებული ფერების დამატება სამანხوار გამოიწვია, მაინტერესებს მარკეტინგული
მარკეტინგული გაცვლა იყო ალბათ. გაცვლა იყო ეს, იმიტომ რომ მართლა ვერ წარმომედგინე ახლა როცა არის მიირთვა ვარდისფერი პილმენი, მაინდა-მაინც ქოხის პილმენი რატო უნდა იყიდო და ერთი ის რომ ხელით გაკეთებული და ყველა რისკავს პირველად ყიდულობს ახალ პროდუქტს და პროდუქტი ესეთი რომ გასიჯავთ ვეღარაფერს ვეღარ უკვე ვიცით. მართლა ძალიან კარგი არის 6 სახეობის პროდუქციას ქმნით ახლა არის სამარხო ხაზებით მარხვის დროს ძალიან კარგად ისპანახი ნიგზით პილმენის სახით ნუ აი რაღაცა ისპანახის წვენში იზილება ეს მწვანე ფერის არის ძალიან გემრიელი საერთოდ მატყობინებელ ლანჩის პერიოდი მოახლოვდა და შესაბამისად მეორე ვიზიტზე რამე დაგეხმარა ეს რა მაინტერესებს ანუ აი რამდენი ადამიანი ყავთ დასაქმებული და მე მაინტერესებს აი თვითონ კადრები ამ შემთხვევაში ეხა როგორც ორივე მიმართულებაში ძალიან კარგად ჩანს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ხარისხზე. იმიტომ რომ არ არის მარტივი ეხა გახდა იაპონური მხარის ოფიციალური წარმომადგენელი და მეორე არ არის მარტივი ამ შემთხვევაში ბაზარს შეთავაზო გემონური და ხარისხიანი პროდუქცია. ეს არამც თუ მარტივია, ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე მე მაინტერესებს აი კადრების დინამიკა როგორი გაქვს და რამდენი ადამიანია დასაქმებული. კი ბატონო, იაპონურ სახლში დასაქმებულია 6 ადამიანი, ყველა ქალბატონი არის და მაშინ ქოხში დასაქმებული არის 10 უშუალოდ 16 ადამიანი. ანუ ჯამში 22 ქალბატონი ყველა აბსოლუტურად და ლიდერ ქალებშიდაც ძალიან ხარგაშლი შედივა. თუმცა იქ არიან ხოლმე ქალები, რომელთაც 300-400 ქალბატონი ყავთ დასაქმებული და არაჩვეულებრივი წამოწყებაა ეს ნათიას და მისი მეგობრების მხრიდან, რომ მე მაგალითად აი ბოლო შეხვედრაზე ესეთი რაღაცა ფინანსურში კი არა და შემოსავლების სამსახურში რაღაცა საკითხი იყო რომ იმ ნაცნობს კითხე ამ ნაცნობს კითხე იცი რა იმას შეეკითხა ამას და უცებ ნათიასთან შეხვედრაზე მოვიდა ქალბატონი რომელიც იყო თანამშრომელი ამის და აი ნახევარ წუთში ისე გამიხსნა ეს საკითხი და ისე მარტივად დამეხაზა რომ იმავე დღეს მოვაგვარე ყველაფერი ანუ ლიდერ ქალთა ორგანიზაცია გიჟდები იგივე ჩემი პროდუქციების აი რასაც ქვია ცნობადობის გაზრდა ქალბატონები რომლებიც იქ მხდებიან ავტომატურად ხდებიან ჩემი მომხმარებლები ორივე ბიზნესში ეს მეც მინდა აღვნიშნო სხვადასხვა და ვთქვა რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება ეხა აი ამას თხას გაუსვამ და ეხა ნათიასთან გადავალ კითხვით სხვადასხვა აღმოჩნდა ძალიან მაგარი ნეტვორკის წყარო და რას გულისხმობ ამ შემთხვევაში თვითონ წევრები რომლებიც არიან საზოგადოებაში გაერთიანებული და თქვენც აი ამისი ფანტასტიკური ილუსტრაცია ხართ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის ანუ ფაქტიურად ეს არის ძალიან კარგი ბიზნესის ურთიერთობის, ინიციატივების შეარინგის და ნეტვორკის საშუალება. გულისხმობ რას? ანუ საზოგადოებაში უკაცრავად, ანუ თითოეული წევრი ერთმანეთის გვერდით დგას. ერთმანეთს ანუ ყველაფერში ეხმარება და შესაბამისად აი ძალიან კარგი ისტორიაც მოგევით ამ მიმართულებით. ისე აი სხვათა შორის ნათია თუ გაქვთ ამის სტატისტიკა მაინტერესებს ლიდერ ქალთა საზოგადოება თავისი წევრი კომპანიებიანად. რამდენ ადამიანს ასაქმებს ისე თუ საიდუმლო არ არის და თუ არსებობს ამის სტატისტიკა. ძალიან ბევრს. ყოველგვარი რევერანსების გარეშე ვამბობ, მაგრამ აი ციფრი იქნებოდა საინტერესო. ციფრი ნამდვილად საინტერესო იქნებოდა გეთანხმებით, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ კვლევის პროცესებში ვარ ციფრს ამ ეტაპზე ვერ დავდებ, თუმცა პირობას გაძლევთ, რომ ამას მოვიკლოთ რაღაც პერიოდის შემდეგ და გვეცოდინება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 2014-დან დღემდე 10000 ლიდერი ბიზნესმენი ქალბატონი, როგორ შეიძლება დღეს ვიცოთ, უბრალოდ ეს არის კოლოსალური შრომის ფასად შეიძლება დავდო მე ეს რიცხვი. თუმცა ცხადია ძალიან დაინტერესებული ვარ და ინფორმაციას საბოლოო ჯამში როდესაც შედეგს მივაღწევთ დავდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, აი იდეის დონეზეც არ მინდა ვთქვა, რაც ზუსტად არ ვიცი, ვერ ვამბობ. ნახეთ, მე ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ კონტაქტები ეს არის იგივე კონტრაქტები, ხო? შესაბამისად ძალიან რთულია. ისე აი ძალიან რთულია. ამიტომაც ამ ეტაპზე ვერ გაგცემ ამ კითხვაზე პასუხს, მე მაპატიეთ დღეს. თუმცა მე ხა რეალურად უტრირება საერთოდ არ გამიგეთებია და იმიტომ ვთქვი რომ ბევრი ძალსახად თუმცა როდესაც უკვე კონკრეტული რიცხვი იარსებებს და მე მჯერა რომ ეს რიცხვი იქნება ძალიან კოლოსალური, იმიტომ რომ კონტრაქტები იმდენად გაიზარდა, ჩვენ ხო იცით რომ ყველა ღონისძიებაზე, თითოეულ ღონისძიებაზე დაახლოებით გვყავს წარმოდგენილი 25 ნომინანტი. შესაბამისად მათი ბიზნესები, ჩართულობა ეს არის აი უზარმაზარ რაოდენობაზე გავდივართ და შესაბამისად ამას ჭირდება საკმაოდ დიდი დრო და ის რესურსი, რაც შემდეგ ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდეს. კი ბატონო და მოდი ბოლოს ქეთევანთან მექნება ესეთი კითხვა
საომალო გეგმების შესახებ მინდა კითხოთ. ეხლა ეს ცოტა ისეთი უტრირებული და ბანალური კითხვაა საერთოდ, აი რა გეგმები აქვს საომალო და არ მიყვარს ხოლმე ამ კითხვის დასმა, მაგრამ თქვენაირი აქტიური ქალბატონი დარწმუნებული ვარ, რომ ბაზარს არაერთი სიახლით გაანებიურებს ახლო მომავალში. ხა რაღაცა მიმართულებების შეცვლას ეს რადიკალურად არ ვაპირებ ბიზნეს საქმიანობის, მაგრამ მაქვს გაზრდის ბიზნესის, გაზრდის გეგმები და რაც შეეხება იაპონური სახლის უფრო მრავალ ეხა არის მხოლოდ თავის მოვლის საშუალებები და მინდა უფრო მარკეტის უფრო სახლის იერი მიუცი ამას ყველაფერს. რაც შეეხება ქოხის განვითარებას, ეს პერმანენტულად სუიზდება და ნათიას BDC აკადემიაც ძალიან მეხმარება თავისი გამოზრდილი კადრების დასაქმების თვალსაზრისით და რა ვიცი, მინდა რომ იყოს უფრო დიდი წარმოება, უფრო გაზრდილი პროდუქციის. სხვათა შორის ჩვენ აი BDC აკადემია ახსენეთ და აქ კულისებში საუბრობდით BDC აკადემიის ჭრილში კიდე საინტერესო გეგმებს ნახავს ჩვენი მაყურებელი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გაიგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ნათია ტრადიციულად ძალიან დიდი მადლობა საინტერესო კონტენტის გენერირებისთვის. ნათია შათირიშვილი, ქეთევან ნეფარიძე.